აი ეს ეხლა ამ სტრატეგიით უნდა გაორმაგდეს ჩვენი სუშები და ეხლა წესით უნდა გაოთხმაგდეს. დღევანდელ ვიდეოში მე უნდა გავხსნა უამრავი სუშები, რომლებიც ახლა დაემატა თამაში და ასევე უნდა გავტესტო ახალი ხრიკები, რომელიც მეშვეობითაც უფრო მეტ სუშის იშოვით და უფრო დიდი შანსია რომ მუტაცია დააგდოთ. აუცილებლად შეგახსენებთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო და არხი გამოიწეროთ, იმედი მაქვს მალე აბალთ 30000 გამომწერზე და მოდი ეს ვიდეო ვუყანოთ 1000 ლაიქზე. მანამდე შოპში როგორც ხედავთ გვაჩუქეს უფასო სტადროპი და ესეც მივახსნათ, ხო ასევე მარტო სუშის გახსნები არ გვექნება, გვექნება სტადროპის გახსნებიც. აქ მოდი აიქონიც ავიღოთ ბარემ და დავიწყეთ პირდაპირ 2 ცალი სუშით და ვნახოთ. ეხლა მე განახეთ სტრატეგიას, რომელიც TikTok-ში შემხვდა და შეიძლება მართალი საერთოდაც არ იყოს. სულ უსმევენ მარჯვნიდან დაბლა და გაორმაგდა. ჯერჯერობით მოქმედებს. კაი, ისევ მარჯვნიდან დაბლა სულ და 2 სუში, რაც მე მგონი არ არის ცუდი. აბა ვნახოთ. 50 კოინი და სპრეი. კარგი, კიდე ეხა მოდი ვცადოთ. მე თვითონ ჩემებური სტრატეგია ვცადოთ. დაბლა, მაღლა, მარცხნივ, მარჯვნივ. ოპა! მაღლა, მარცხნივ, მარჯვნივ. ოპა, აი ვასაბი, ოპა, პირველი მუტაცია გვექნება უკვე და ვნახოთ. კაი, ეხა რომ დავაკლიკავ მუტაციას გავაძრობთ და გთხოვ. ექსტრა hot მუტაცია წავიდა. გთხოვ, მიდი. ლეონის ძალიან ძლიერი იყო. ლეონიც როდესაც სუპერს გამოვიყენებთ, შევქმნით ჩვენს კლონებს, რომელებიც მოწინააღმდეგეებს უტევენ. ძალიან მაგარია. დეი 4 საჩუქარიც ავიღოთ, 100 ბლინგიც ავიღოთ და ესენი ჯერჯერობით არ არის. ასევე მეგობრებო, თუ ეს ვიდეო ავა 1000 ლაიქზე და დავინახავ რომ მოგეწონათ სუშის გახსნის ვიდეოები, ვიყიდი, დავჯემავ და აი ამ უამრავ სუშებს ვიყიდი და ძალიან მაგარი გახსნა იქნება. ახლა კიდევ მოდი ვითამაშებ და რამდენიმე ხელს ჩემთვის მოვიგებ და გავხსნათ სუშები. დაბლა მარჯვენა კუთხეში სტადროპებთან ერთად მოგებებზე სუშისაც ავიღებთ, ამიტომ მოდი მე გეიმპლეით თავს არ მოგაწყენთ და პირდაპირ როდესაც მოვიგებ და სუშებს ავიღებ, მაშინ ჩავრთავ ვიდეოს. და მეგობრებო, ძლივს მოვიგე 2 მეჩი, იმიტომ რომ ძალიან ცუდი რენდომი მყავდა და ვნახოთ. ახლა კიდევ ერთ სტრატეგიას გავტესტავთ, რომლითაც ჯერ მარცხნივ უნდა გავუსვათ. პირდაპირ გაორმაგა, შემდეგ მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ, მაღლა და დაბლა. კაი, 2 სუში. 2 სუში მგონი ცუდი არ არის. მოდი გავხსნათ. 50 კოინი და PowerPoint-ები. ეს TikTok-ის სტრატეგიები არ მუშაობს, ამიტომ არ დავუჯეროთ მეგობრებო, წინასწარ გავფრთხილებთ. სანამ სუშებამდე მივიდოდი, მანამდე Mythic სტადროპი უნდა გავხსნათ და 200 კოინი. და ვნახოთ კიდევ ერთი სტადროპი გვაქვს, სუპერი არის და მეტი არც არაფერი. და ეგ არის მეგობრებო, მოვიგეთ უკვე ის მეჩი, რომლითაც უნდა გავხსნათ კიდევ ერთი სუში და ვნახოთ რას დააგდებს. ახლა ყველანაირი სტრატეგიები დავიკიდოთ და უბრალოდ გავხსნათ, იმიტომ რომ არ მოქმედებს არც ერთი და წავიდა. ეგრევე გავხსნათ და ერთი ცალი დააგდო და ასეთი პინი. კარგი, ახლა გადავიდეთ სხვა აკაუნტებზე. სანამ სხვა აკაუნტებზე გადავალ, აქ Brawl Pass-ში პრიზები მქონია Rare Stardrop-ის სახით და 100 კრედიტის. გადმოვიდეთ მეგობრებო Skyline Hardcore-ის აკაუნტზე და აქ ბოქსი დავკვდა, როგორც ხედავთ. და ესეთი სკინის დავაგდეთ, ხო Skyline Hardcore-ის აკაუნტზე გადმოვედით. მე ვაპატიეთ, მაგრამ Hardcore-ის ვიდეოს გარეთ მომიწევს თამაში, რადგან გავხსნა სუშები, მანამდე კი რაღაც პრიზებს მაყრის თამაში დავიღებ, რა პრობლემაა. კარგი, ერთი სტადროპით დავიწყოთ. მითიკი, აუ, პირდაპირ მითიკი იყო და ლეგენდარზე გადასული იყო რა. და 2 ცალი სუში, კაი, აქაც არ გვინდა სტრატეგიები, მივაყაროთ 2 და კოინები და სპრეი. კაი, კიდე მივაყაროთ. ოპა, აი wasabi powers ვიღეთ. Let's go. ექსტრა hot-ი აქაც ბიჭო, ეს ხო ძალიან მგონი კაი არის თუ არ ვწდები. გეხვეწები. ჯესი ძლიერია, ჰეისზე ძალიან როგორც ვიცი. მოდი ბლინგებით ბარემ ვიყიდოთ Robo Spike-ის სკინი, რომელიც ძალიან კარგია და ამ აკაუნტზე Spike-ი ნენელა გვემაქსება. კარგი, ახლა უცებ მოვიგებ ყველა მეჩს, რაც სუშებს სჭირდება და გავხსნათ შემდეგ სუშები. ეგ არის მეგობრებო, მოვიგეთ უკვე იმდენი მეჩი, რომ გავხსნათ კიდევ ერთი სუში. მე როგორც ვიცით, ან ვიდეო მაქვს აი ამ სუშებზე გადაღებული, შესაძლოა რომ 8 ცალი სუში დავაგდოთ, ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ამ ვიდეოში 8 ცალ სუშის მაინც დავაგდებ და ამ პინის გარდა რამე წესი ერს. ეგ არის მეგობრებო და კიდევ ერთი სუში. ხო, ვიდეოს შეგახსენებთ რომ მოვთხოვოთ და ლაიქოთ და გამოიწეროთ არხი, იმიტომ რომ უკვე
40 წუთია რაც ვიღებ ვიდეოს და ალბათ ვიდეოში 4 წუთი არის დაახლოებით ჩასმული, იმიტომ რომ უმეტესი დრო მიდის მეჩების მოგებაში, რომ ეს სუშები ავიღო და იმედია რამე კარგს მაინც დააგდებს და კარგი ძლივს ვასაბი ფაუერი. გიხვეწები. კაი, ჰოთი მგონი ყველაზე ცუდი არის ჰოთი, მაგრამ აქაც სპაიკის გამიხარდება ძალიან. გთხოვ? მისმენს ეს თამაში უბრალოდ და სპაიკის ფაუერი გვაქვს უკვე უფრო სწორედ მუტაცია თუ რაც არის და მალე უკვე ამ აკაუნტზე სპაიკი ნელ-ნელა გაიმაქსება. გადმოვედის მეგობრებო, მოდი რენდომ სტადროპიც მივახსნათ უცებ. კაი, ამჯერად მითიკი არ ამოგვივიდა, აიკონიც ავიღოთ და 2 ცალის სუში როლი კიდევ ველოდები 8 ცალი როდის გახდება და კაია. კაი, ჩვეულებრივი ჰოთი, ნუ რამე სხვა სპაიკის გარდა რო დააგდოს, მაინც კარგი იქნება. გასი, ხო, ასევე ამ ყველაფერს გავტესტავთ. ოპა, 2 გახდა და პლუს ვასაბი ფაუერი. გთხოვ, ექსტრა ჰოთი, let's go. Let's go. გთხოვ, რამე კაი. გთხოვ. ჯესი ისევ ჯანდაბა. ასევე მაქვს ამ აკაუნტზე ჯემები და მოდი ჯემებითაც მივახსნათ პირდაპირ კიდევ დამატებითი სუშები და მიდი, გიხვეწები, რამე კაი ფაუერი დააგდე ან რამე დააგდე ვაფშე სპრეიების გარდა. გთხოვ, კაი გაორმაგდა. ოპა, ორმაგი ვასაბი ფაუერი ჯერ არ ვქონი, 1 ექსტრა ჰოთი. გიხვეწები, რამე კარგ ბრაულერზე დააგდე. გთხოვ, ბარლი თავისი ვასაბის ძალით თავის ტყვიას ორჯერ უფრო დიდი ხანი ტოვებს მაპზე და ეხლა მეორე გავხსნათ. მეორე არის ჰოთი და ვნახოთ რა მოვა. ოპა, დაიძრა და ედგარი ძალიან მაგარია. მითიქ სტადროპის გვაქვს აქვე, იმედია რამე ბრაულერს დააგდებს და მორტისი. სკინი. მორტისი ისევ მორტისის სკინი მეღადავებით. ყველა ფერი მტროლავს დღეს ბოქსების და ვაფშე ყველაფერი. კარგი, გადმოვედის მეგობრებო, ჩვენს აწი უკვე ბოლო აკაუნტზე და ვნახოთ აქ მაინც თუ გაგვიღიმებს ბედი და ვნახოთ. იმედია 8 ცალს უშის. კაია, კიდევ ერთი ვასაბი ფაუერი. Crazy hoti, let's go. ამას გავტესტავ აუცილებლად. გთხოვ. ბაირონი. რა შრება? ამას განახებთ ეხა ოღონდ ჯერ დავამთავროთ ოპენინგი. კაი, კიდევ 2. მაგრამ სამცხავს არაფერი არ არის და კარლის სკინი. კაი. ეგ არის უკვე მორჩა ჩვენი ოპენინგი, თუ გზაში ჯემები არ გამეჩითა. ხო, მორჩა ჩვენი ოპენინგი, ახლა მინდა რომ ბაირონის მუტაცია გავტესტოთ მეგობრებო, იმიტომ რომ არის ძალიან ძლიერი. შევიდეთ სოლო შოუდაუნზე. და მოდი ბარემ გავაძლიეროთ. ხო, ვისაც ეს მუტაცია გექნებათ, არავითარ შემთხვევაში არ იყიდოთ ეს მეორე გაჯეტი, იმიტომ რომ გამოუსადეგარი არ ხდება. და შემოვედის მეგობრებო, როგორც ხედავთ და ძალიან მინდა ეს მუტაცია მთავარ აკაუნტზე, იმიტომ რომ როგორც იცით, ბაირონი არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ბრაულერი თან და უყურეთ, ყველა ტყუის გამოყენების დროს გაჯეტიან ტყუიას ვისვრიაც თითქმის შეუძლებას ხდება რომ ტყუი ავაცილო და ანუ ტერმინატორი ხდები ჩვეულებრივ დააკვირდით. გიხვეწები შეხედეთ. ნახვამდის bro. ძალიან ძლიერი ვარ. სულ ეს იყო მეგობრებო, ოცნებთ დალაიქეთ, გამოიწერეთ არხიმედი მოქვს მოგეწონათ ვიდეო, საკმაოდ ბევრი ვიწვალი ამ ვიდეოსთვის, აუცილებლად დალაიქეთ, თუ ეს ვიდეო აბა 700 ლაიქზე, კარგი ეპიქსტარობი არაფერია, გამოვა მეორე ნაწილის სუშის ოპენინგისაც. დროებით.